კაცო, ეს ხალხი რო გამოდის და იძახის, რომ ამ ევროპას რა გაუკეთებია ჩვენთვის და რაში ხარჯავენ ფულს არ ვიცით და ჩვენი გადაჯიშება უნდა და რაღაც სირობებს რო ლაპარაკობენ. ნამუსი აღარ არის მამის დედავატირეთო. ეხლა ვინც 2003 წლამდე ცოტა ადრე დაიბადა, ან 2003 წლის მერე დაჟე მაგათ უფრო მოეკითხება ჭკუა რა, ეგენი უფრო აზროვნებენ ეგ სასტავი, ეგ თაობა, მაგრამ აი ეს უფროსი თაობა, ჩემი თაობა, ჩემზე უფროსი თაობა, კარჩე, ისეთ რაღაცებს იძახიან, რომ შეიძლება იმენა თვალების შუბლზე აგივიდეს რა. ბიჭო, თლიანად რომ რუსეთზე ვიყავით დამოკიდებულები პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ყველანაირად დედა გქონდა ნატირები, ამის დედავატირე. არ გვახსოვს, ხო გვახსოვს ეს ყველაფერი არა? დენი რო არ ქონდა, გაზი არ ქონდა, ნავთის ფეჩებით რო თმებოდით და ქუჩაში შეშა რო იყიდებოდა მაგის დედავატირე და გაუბედურებულები ვიყავით, რომ შივრები მე მახსოვს დრო ვინმე რომ მოკვდებოდა ხალხი სიხარულით მიდიოდა იმაზე, დასაფლავებაზე, იმიტომ რომ მე ქელეხი იქნებოდა და მეხვიდოდა შეჭამდი. მაგრამ კი მახსოვს, ეგეთი დროც მახსოვს. და მახსოვს რომ ვიჯექით და ვიძახდით რომ არა უშავს და ბოლო-ბოლო ისეთი შიმშილი არ დადგება, რომ შიმშილით მოვკვდეთ, იმიტომ რომ ბალახს დავკრიფავთ და ფხალს გავაკეთებთ. დედას ფიცავა, შვილებს ფიცავა, თუ ეგეთი რაღაცა, ეგეთი გამოთქმები არ ყოფილიყო მაშინ. ეს ხო გვახსოვს ყველას არა? 2003 წელს შევარდნაძე რომ მიდიოდა, იმდენად ვიყავით პოლიტიკურად რუსებზე დამოკიდებული, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა, ის ივანოვი. აქ რომ მოეგვარებინა სიტუაცია, ეს ვარდების რევოლუციის ამბავი ხდებოდა. იმდენად ვიყავით დამოკიდებულები ყველანაირად რუსეთზე, პოლიტიკურად, ეკონომიკურად. და ეს რუსეთის ტელევიზიები კიდე ჩამოდიოდნენ და აქ ცინიკურ დამცინავ რეპორტაჟებს აკეთებდნენ ჩვენზე, რომ აი ქართველები როგორი გაღატაკებულები არიან და ეგრე მოუხდებათ, მაგათ საბჭოთა კავშირიდან რომ გასვლა რომ მოინდომეს. აი მაგ სიტუაციაში, მაგ დღეში ვიყავით და 2003 წელს ეს ყველაფერი რომ დამთავრდა და რუსეთს რო ზურგი ვაქციეთ და შევტრიალდით ევროპისკენ, მაგის მერე არის რომ ეს თვალებში გამოვიხედეთ და რაღაცას დავემსგავსეთ მაგის დედავატირე. ეს ყველაფერი საიდან მოვიდა? თავისით მოვიდა. ზოგი ხალხი არის რომ იძახის რომ 21 საუკუნეა ძმაო და აბა თავისით რას ნიშნავს? თავისით მზე ამოდის და ქარი უბერავს თავისით და წვიმა მოდის თავისით. ადამიანის ჩარევის გარეშე თორე ეს ყველაფერი რანაირად შეიძლება დენი მოვიდეს თავისით. თუ რაღაცა რესურსი არ ჩაიდო შიგნით ფინანსური. ეს ხო არ არსებობს და ეს ხო მოიხედეთ ცოტა გარშემო ეს ქოცები გამოდიან და ფულს რაში ხარჯავენ ევროპელები არ ვიცითო. ნამუსი აღარ არის მაგის დედავატირე. იმდენად წინ წავედით მაგის მერე რომ მაგის დედავატირე UEFA სუპერთასს უმასპინძლეთ 2015 წელს. ბარსელონა სევილიას მაგას ვინ წარმოიდგენდა ბიჭო მაშინ? რუსებთან რო ვიყავით და რუსებზე რო ვიყავით დამოკიდებული. რა ბარსელონა სევილია ბიჭო ისე ხო ქვია, სტადიონები თავზე გვენგრეოდა. ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლეთ. ტიპი რამდენად წინ წავედით, წარმოიდგინეთ და ეგ ყველაფერი არის იმის დამსახურება, რომ ევროპული გავლენა გაძლიერდა საქართველოში. და ევროპისკენ დავიწყეთ სიარული და შემოვიდნენ და ფული ჩაყარეს აქ. და ეხლა მივდივარ და ვეუბნებით რომ რა გაგიკეთებია ძმაო, და უცხო ძალა ხარ აქ და რასაფინანსებ არ ვიცი და გამჭვირვალე უნდა იყოს და აგენტები ყავს და რაღაცა. სირცხვილია, ბიჭო, სირცხვილია. შეხედეთ რა ელემენტარულად თვალები გაახილეთ და ბათუმი როგორი იყო მაშინ და ბათუმი როგორი არის ახლა. თბილისი როგორი იყო მაშინ და როგორი არის ახლა. ავტობანი რო კეთდება, რა ვიცი მე, რამდენი რაღაც არის. თვალების გახელა არის საჭირო და ეგ ყველაფერი რა მოხდა, რომ უცბად მოვედით აზრზე ქართველები, რომ მოდი ავტობანი ავაშენოთ. თუ რაღაცის გამო მოხდა ეგ. სწორედ მაგის გამო მოხდა, რომ ევროპა გაძლიერდა აქ და ევროპამ და დასავლეთმა ფული ჩაყარეს აქ და იმიტომ ხდება ეგ ყველაფერი. აბა ადრე რატო არ ხდებოდა რა? აზზე ვერ მოვედით რომ გაგვეკეთებინა? ჩვენივათაც ვიყავით აზზე და ყველაფერი ვიცოდით რა გვინდოდა და როგორ გვინდოდა, მაგრამ ფული არ ქონდა, ტრაკ გამოხეულები დავდიოდით. და რუსები კიდე მოდიოდნენ და დაგწინოდნენ მაგის დედავატირე. და ეხლა კიდე მივტრიალდით ევროპისკენ და ვეუბნებით რომ ადი რა ძმაო ვიღაცა უცხო ძალა ხარ. აი ეგ ბაზარია ზუსტად რა, უმადურობის რა გაჩვენ რა. აი უმადურობის ამბავია სუფთა რა. ადამიანს დაგვამსგავსეს, ჩაგვაცვეს, დაგვახურეს. ქვეყანა რაღაცას დაემსგავს, აზზე მოვედით, ისე მოვედით აზზე, რომ აქ ჩამოდიან ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ყლევდებიან ტიპები. ეგეთი რაღაცეები როგორ გააკეთეთო საქართველოში. და ეხლა მივტრიალდით და არა ძმაო რა, ვინ ახარ ვაფშე უცხო ძალა ხარ და აქ რაღაც აგენტები და რასაფინანსებ არ ვიცი და აი ეგეთი უმადურობა არ გამიგია რა კაროჩე რა. უკვე სირცხვილისგან უკვე საწავიდე აღარ ვიცი რა კაროჩე.